თავდასხმა ნატანების იუსტიციის სახლზე დაწესებულება უკვე რამდენიმე საათია პარალიზებულია. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. უცნობი პირები ნატანების იუსტიციის სახლში შევიდნენ. შენობაში დამონტაჟებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატი წაიღეს და იქვე იუსტიციის სახლის ეზოში ააფეთქეს. ნინო გიგაური ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში მომხდარის დეტალებით. ნინო, რა ხდება, რა მოხდა უпроსტორად ნატანებში, უფრო კონკრეტულად და რა ვითარება ამ წუთებში ადგილზე? კეთი, როგორც მთავარი არქივისთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, დღეს დილით გამთენიისას რამდენიმე შეიარაღებული პირი სოფელ ნატანების იუსტიციის სახლის შენობაში შეიჭრა. იქიდან გამოიტანეს სწრაფი ჩარიცხვის აპარატი და ასევე ბანკომატი, შენობის შიგნით მდგარი მოწყობილობები და იუსტიციის სახლის ეზოში მიმდებარე ტერიტორიაზე ააფეთქეს. ბუნებრივია, რომ სავარაუდოდ ისინი ცდილობდნენ, რომ სწორედ ამ გზით გაეხსნათ ეს აპარატები და წაეღოთ შიგნით მოთავსებული თანხა, თუმცა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩვენ განგვიმარტეს, თანხის წაღება თავდამსხმელებმა ვერ შეძლეს. იუსტიციის სახლი ამ დრომდე მუშაობას ვერ აგრძელებს. ადგილზე მუშაობენ ექსპერტ კრიმინალისტები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. რასაკვირველია, იუსტიციის სახლის შენობასთან არის დამონტაჟებული რამდენიმე სამეთვალყურეო კამერა და სავარაუდოდ პოლიციელები ამოიღებდნენ ჩანაწერებს ამ კამერებისას და მარტივი უნდა იყოს იდენტიფიცირება თავდამსხმელების, თუმცა როგორც ჩვენ ოზურგეთის რაიონში გვითხრეს, ეს არ არის პირველი შემთხვევა სოფელ ნატანებში მსგავსი ქურდობის, ეს არის უკვე მეხუთე შემთხვევა, როდესაც სწრაფი ჩარიცხვის აპარატებს იპარავენ და ცდილობენ იქიდან თანხის წაღებას. ხშირ შემთხვევაში ეს გამოსდით კიდეც, თუმცა მიუხედავად მეხუთე შემთხვევისა, არც ერთ შემთხვევაში დამნაშავეები არ გამოვლენილან. საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობს და თუმცა ამ ეტაპზე შემოწმება არ შეიძლება. იუსტიციის სახლის არ შეიძლება. გავიგე ტერიტორიაზე ზოგადად ტერიტორიას გულს. შეჩერებული აქვს სახლის მუშაობა? ვერ გეტყვი, მაგაზე ვერ გაგცემ პასუხს. ამ ეტაპზე ამ ადგილას მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედება. შეიძლება რომ გითხრათ რა მოხდა? გეტყვიან. ამ ეტაპზე მე ვერ მოგახსენებ თორემ. ღამე მოხდაო და არაფერი არ ვიცი. რა მოხდა? ღამე ორი სიტყვით რო გითხრა. არ ვიცი, ჩვენ დღეს მოვედით ჩვენ სამსახურში და გავიგეთ ასეთი ამბავი. არ ვიცი, რა პოლიცია და შოშოლია და არ ვიცი. აფეთქენ, მოიპარენ. არაფერი არა მოპარული, რა ვიცი. მთელი საქართველოს მასშტაბით კრიმინოლოგიური მდგომარეობა არის ძალიან გააქტიურებული კრიმინალები, რომელიც არიან პოლიციასთან შეკრული, ხელისუფლება აფარებს ხელს. გლეხია თუ ყაჩაღია თუ ვინც არის, ყველა ყაჩაღობს, ქურდობს და ამას ყველაფერს ხელისუფლება აფარებს ხელს. ხალხს არ აქვს შემოსავალი, არ აქვს სამუშაო, არ აქვს არაფერი. გაიტაცეს მთლიანად აპარატი, არ უშვებენ იქ მოსახლეობას, არ გვიშვებენ ჩვენ, რომ გავესაუბროთ ხალხს და აი ასეთ მდგომარეობაშია მთელი ქვეყანა. მთელი ქვეყანა არის კრიმინალებთან შეკრული და ჩაფლული ამ ყველაფერ უბედურებაში. ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში, როგორც გითხარით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, უკვე მერამდენედ ხდება ისე, რომ თავდამსხმელები იპარავენ ჩასარიცხ აპარატებს, ასევე ბანკომატებს და ცდილობენ თანხის წაღებას, თუმცა არც ერთ შემთხვევაში დამნაშავეები პოლიციას არ გამოუვლენია. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, გამოძიება დაწყებულია ქურდობის მცდელობის მუხლით. ამ დრომდე ადგილზე, როგორც გითხარით, ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ, ნატანების იუსტიციის სახლს კი მუშაობა ჯერ კიდევ არ განუახლებია.